მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რომ თქვენ კარიერაში ერთ-ერთი გადადგმული წინ ნაბიჯი იყო ნაკრების მწვრთნელობა და ეს ყველაფერი წარმატებით დამთავრდა, ასე ვთქვათ, და როგორ შეაფასებდით ამ პირველ ეტაპს, როგორ მოგეწონათ ჩვენი ნაკრების გამოსვლა 1-1000-ზე და რა არის მაინც უმთავრესი პრობლემა ჩვენი ნაკრების? მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს. ბუნებრივია იყო ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან დიდი გამოწვევა და სასიამოვნოა ეს მომენტი, რომ იყო შენი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. რაც შეეხება შედეგს, რაც შეეხება ამ წარმატებას, ეს წარმატება არ დაწყებულა არც ერთი კვირის წინ, არც ერთი თვის წინ, ამას ძალიან დიდი შრომა უდევს წინ, ძალიან ბევრი შრომეს ამ ბიჭებმა, მწვრთნელებმა. რო ვთქვათ, შედეგი გვეჩვენებინა, რაც ბოლოს ვაჩვენეთ. რაც შეეხება თამაში მუდმივად მცდელობა გვექნება, რომ უკეთ და უკეთ ვითამაშოთ. როგორ გამოგვივა, მაგას უკვე მომავალი გვაჩვენებს. რამდენად რთული მისია ბორჩხაოსელთა მწვრთნელობა? რთულია, ძალიან რთულია, მარტო იმიტომ, რომ ყველაფერს თავი რო დავანებოთ, ნებისმიერი შეცდომა საკმაოდ ძვირი ფასობს. პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. თვითონ შრომა, ძალიან ბევრი შრომა ამისთვის საჭირო. აგითხრათ, განსხვავდება კლუბის სისტემისგან, კლუბი ნაკრებისგან, თუმცა პასუხისმგებლობა აქ ერთი და იგივეა, კლუბთანაც და ნაკრებთანაც. თავარია გესმოდეს რა არის შენი როლი და დანარჩენი უკვე ყველაფერი ამაზე დამოკიდებული, რამდენად ვთქვათ, ხარისხენად შეასრულებ საქმეს. როგორც მოგეხსენებათ, ივნისში გაიმართება ტესტ მაჩები ტონგასთან, სამოასთან და ფიჯისთან. როგორია თქვენი პროგნოზი და რა შანსები გვაქვს ამ თამაშებზე გასამარჯვებლად? ივნისის ამ სამ თამაშზე პირველ რიგში ჯერ არ ვიცით, ვინ გვეყოლება, პერიოდი არის საკმაოდ რთული, ამ პერიოდში საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი-ოფები მიდის. ჩვენ ჯერ არ ვიცით ბოლომდე, რომელი მოთამაშეები გვეყოლება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თამაშები, იმიტომ რომ ამ დონის თამაშებით იზრდება ნაკრები. ვეცდებით მაქსიმალურად კარგად მოემზადოთ, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ჯერ ბოლომდე არ ვიცით ვის წავიყვანთ და ვინ გვეყოლება, ვისი წაყვანის შესაძლებლობა გვექნება. თუ იგეგმება მაისში მზარდი საქართველოსთვის, რომ გაიმართოს რაიმე მატჩი და ვისთან? მაისისთვის არაფერი არ იგეგმება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში საქართველოს ჩემპიონატის პლეი-ოფები და უკვე ფინალია. რეალურად მაისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი საქართველოს დიდი 10-ის ფინალური თამაში. მზარდი საქართველოს გუნდი ძირითადად შიდა ჩემპიონატის ბიჭებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, აქედან გამომდინარე ამ პერიოდისთვის ისედაც ვერ გეგმავთ ვერაფერს. ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი. განხილვის საგანი არის, როგორ მოვახერხებთ, როგორ იქნება, თქვა რა პერიოდისთვის შეიძლება ამაზე კავშირთან კონსულტაციები გვექნება და რაღაცას ალბათ სავარაუდოდ მოვახერხებთ, მაგრამ ჯერ არაფერი ცნობილი არ არის ამასთან დაკავშირებით. ლელო სარასესი სექტემბრიდან თუ ჩაერთვება ჩელენჯ თასის შესარჩევ ეტაპში და თუ აპირებთ ამ ხრივ რამის განვითარებას? ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ აქამდეც გქონდა სურვილი, თუმცა არის ხელისშემშლელი ფაქტორი, ეს ორი ხელისშემშლელი ფაქტორია, ერთი ფინანსური მხარე, რომელიც კლუბისთვის ამ ეტაპისთვის და ადრეც და ეხლაც ამ ეტაპზე კლუბისთვის ვთქვათ არ არის აწევადი ფინანსურად ეს მომენტი ვთქვათ ჩვენთვის მონაწილეობა ჩელენჯ თასზე და არის მეორე მომენტი თვითონ ფორმატი ისეთ დროს არის რაც ძალიან დიდ პრობლემას უქმნის შიდა ჩემპიონატს, ანუ და ტურების გადათამაშება უნდა მოხდეს, გადატანა უნდა მოხდეს, შიდა ჩემპიონატი უნდა გადაიწიოს, მთელი რიგი პრობლემებთან არის დაკავშირებული. ანუ რეალურად თუ ეს არ შეიცვალა და რაღაც ვერ მოვარგეთ ამას ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით შეუძლებლად მიმაჩნია. ჩვენი ნაკრების შეუსვლელი წევრი, ასე ვთქვათ, ლიდერი და ყველაფერი ჩვენი ნაკრების მამუკა გორგოძე არის თქვენი აღზრდილი. რას ნიშნავს იყო მამუკა გორგოძის მწვრთნელი
და აღვწდელი, როდესაც ერთად გამოდიხართ ეხა ამ მომენტში. ალბათ სიამაყის ხსნობით ახსოვსები ბრძანდებით. მამუკა გორგოძეს მარტო ჩემთვის კი არა, სრულად საქართველოსთვის ყველასთვის ძალიან დიდი ბედნიერება და სიამაყის ხსნობა მოაქვს ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც კი იცნობს მას. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს გაორმაგებული კი არა, გაათმაგებულია ეს ხსნობა. მე მხვდა წილად ეს ბედნიერება, რომ მამუკას პირველი ნაბიჯები რაფში, როდესაც დაიწყო მე ვიყავი მისი მწვრთნელი და ამაზე მეტი სასიამოვნო არაფერი არ არის. ნამდვილად არ დავიწყებ იმის დაბრალებას, როგორ შეიძლება. მამუკას ჰქონდა ორი ძალიან დიდი ნიჭი. ეს თანდაყოლილი ნიჭი, არანორმალური ფიზიკური მონაცემები, ტექნიკური პოტენციალი და ამავდროულად ძალიან დიდი ნიჭი, რასაც შრომის მოყვარეობა ქვია. ჩემთვის ნიჭი პლუს შრომის მოყვარეობა არის მამუკა გორგოძე. უფრო მეც გეტყვი, შრომის მოყვარეობა გასლებით მეტი ნიჭია, ვიდრე ალბათ ის თანდაყოლილი, რომ გვიყვარს ხოლმე ქართველებს, ნიჭიერია ზარმაც ეს მამუკასთან მიმართებაში არ შეიძლება ის თქოს. მამუკა ძალიან შრომის მოყვარე იყო ბავშვობიდანვე. ეხლაც კი აი მოედანზე რო დგას არ არსებობს რომ რაღაც დააკლოს, აბსოლუტურად ბოლომდე იხარჯება, მაქსიმუმს აკეთებს ვარჯიშს შეთამაშე. მისაბაძი უნდა იყოს ნებისმიერი მოთამაშისთვის, სპორტსმენისთვის ალბათ. რა თქმა უნდა, ისევ პასუხი ბედნიერი ვარ, ვამაყობ კიდეც და ძალიან დიდი გზნობაა და სასიამოვნო გზნობაა იყო მამუკა გორგოძის პირველი მწვრთნელი. ქართველი მორაგბეების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რჩება ისევ ხაზის მოთამაშეების ტოპ ლიგებში არ თამაში და როგორ ფიქრობთ, რითი შეიძლება შეიცვალოს და სამომავლოდ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს? ну ლოგიკურია თუ თქვათ მოთხოვნადე არიან ჩვენი პირველ ხაზელებ და შერგინების მოთამაშეები რაღაც დონეზე და თუ არ არიან ხაზის მოთამაშეები მოთხოვნადი ძალიან მარტივია რაც კითხვა პასუხის წესია უნდა ვეცადოთ რომ მათი სათამაშო ხარისხი და დონე ავწიოთ როგორ უნდა ავწიოთ უნდა ავწიოთ პირველ რიგში ადრეული ასაკებიდან უფრო მეტი დაკვირვება უნდა მოხდეს უფრო მეტი სწავლება უნდა მოხდეს საბავშვო ასაკში უნარჩვევები ტექნიკური მხარე ფიზიკური კონდიციები თქვათ სისწრაფე სისხარტე ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი ამ კუთხით მიდის მუშაობა იმედი მაქვს უფრო უკეთესად ვიმუშაოთ უნდა გავზარდოთ უნდა ვისწავლოთ უკეთესი მოქნილი მოაზროვნე სხარტი და სწრაფი ხაზის მოთამაშეების აღზრდა უნდა ვისწავლოთ დიდი მადლობა გინდა გითხრათ გადაცემაში მონაწილეობისათვის საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა მე კი მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმარი იყო ლევან მაისაშვილი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და ასევე ლელო სარასენსის მთავარი მწვრთნელი